სამშაბათს Financial Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელმაც მთელი მსოფლიო გააოცა და ყურადღება მიიპყრო. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლახან დაბრუნდა ჩინეთში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტიდან, სადაც მან ვრცელი მოლაპარაკებები გამართა თავის ჩინელ კოლეგას სი ძინპინთან. ამ მოლაპარაკებების დროს Financial Times-ი ამტკიცებდა, რომ სი ძინპინმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეიძლება უკრაინაში შეჭრა სანანებელი გაუხდეს. ეს სენსაციური განცხადებაა. გასაგებია, რომ მან მთელი მსოფლიოს მასშტაბით სათაურები დაიკავა და ანალიტიკისა და კომენტარების ტალღა გამოიწვია. CNN-ის საავტორო სტატიაში ბრეთ ჰეიმაკგურკმა დაასაბუთა, რომ ბრძოლის ველზე ახალი ტენდენციები მიუთითებს, რომ სი მართალია და მისი განცხადება ტრამპის დიპლომატიას ომის დასრულების ახალ შანსს აძლევს, თუმცა განსხვავებული მიდგომით, ვიდრე მან აქამდე სცადა. მოდით განვიხილოთ მაკგურკის არგუმენტი და ის, რას მიგვანიშნებს ომის მომავლის შესახებ. თუ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშშ-ს პოლიტიკას ადევნებდით თვალს, მაკგურკი თქვენთვის უცნობი არ უნდა იყოს. ის არის ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და იურისტი, რომელსაც უმუშავია უმაღლეს ეროვნულ უსაფრთხოების თანამდებობებზე 4 პრეზიდენტის დროს: ჯორჯ ბუშის, ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის. ბოლო პერიოდში ის მუშაობდა პრეზიდენტ ბაიდენის თანაშემწის მოადგილედ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორად ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში. ამ პოზიციაზე მან უხელმძღვანელა რთულ დიპლომატიურ ძალისხმევას, მათ შორის მოლაპარაკებებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ. მანამდე ის მუშაობდა სპეციალურ პრეზიდენტის წარმომადგენლად გლობალური კოალიციისთვის, რომელიც ისილის წინააღმდეგ იყო მიმართული პრეზიდენტ ობამასა და ტრამპის ადმინისტრაციებში, სადაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კოალიციას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისილის ტერიტორიულ დამარცხებაში ერაყსა და სირიაში. მანამდე ის იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი 2007 წლის ერაყის გაძლიერების სტრატეგიისა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში და დაეხმარა აშშ ერაყის უსაფრთხოების შეთანხმების მოლაპარაკებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ექსპერტიზა ძირითადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ეხება, ის ნამდვილად ძალიან კარგად ერკვევა რთულ მოლაპარაკებებში და იცის, რა სჭირდება მათ წარმატებით დასრულებას ძლიერი პოზიციიდან. თავის სარედაქციო სტატიაში CNN-ისთვის, სადაც ის გლობალური საკითხების რეგულარული ანალიტიკოსია, ის ამტკიცებს, რომ სი ძინპინის კომენტარები დონალდ ტრამპს აძლევს შესაძლებლობას ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე შეთანხმების მისაღწევად და განმარტავს, რატომ უნდა შეცვალოს ბრძოლის ველზე არსებული ახალი რეალობები, შეთანხმების პირობები მტკიცედ უკრაინის სასარგებლოდ. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც დონალდ ტრამპმა, ასევე ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირებმა კატეგორიულად უარყვეს, რომ სი ძინპინს მსგავსი რამ უთქვამს. Financial Times-ი წერს, რომ სი ძინპინის კომენტარები რამდენიმე ადამიანმა გაავრცელა, რომლებიც იცნობენ პეკინის სამიტის შესახებ აშშ-ის შეფასებას. სტატია მათ სახელებს არ ასახელებს, თუმცა იმავე სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია სრულიად ცრუ უწოდა, ხოლო დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არა, მას მსგავსი რამ არ უთქვამს. თეთრი სახლის საინფორმაციო ფურცელში, რომელიც პეკინის სამიტს ეხებოდა, ასევე არ იყო ნახსენები საუბრები პუტინზე ან უკრაინაში ომზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიეჩინმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ უარყო ეს ინფორმაცია და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თქვენ მიერ ნახსენები ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტებს და მთლიანად გამოგონილია. მართლა იშვიათია, რომ ჩინეთის ლიდერისგან, რომელიც ჩვეულებრივ ბევრად უფრო ფრთხილია სიტყვებში, ასეთი პირდაპირი განცხადება მოვისმინოთ. Financial Times-ის სტატია აღიარებს, რომ მისი წყაროების მიხედვით ეს კომენტარი ბევრად უფრო შორს მიდის, ვიდრე ის, რაც სი ძინპინმა უკრაინის სიტუაციაზე თქვა დონალდ ტრამპის წინამორბედთან, ჯო ბაიდენთან საუბრისას. ნეორის მხრივ ტრამპმაც განაცხადა, რომ იმავე სამიტის დროს სი ძინპინმა უთხრა, რომ აშშ-ში იყო დაღმასვლის გზაზე მყოფი ქვეყანა, რაზეც ტრამპის თქმით მანაც დაეთანხმა. ეს სი ძინპინისთვისაც უჩვეულოდ პირდაპირი განცხადება იქნებოდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს Financial Times-ის ანგარიშს. მეორის მხრივ ასეთი კომენტარი თითქმის უეჭველად უხერხულობას გამოიწვევდა, როცა პუტინი ამ კვირაში პეკინში ჩავიდა საკუთარი სამიტისთვის სი ძინპინთან. ასეთი უხერხულობა არ გამოჩენილა. პირიქით, რუსულ და ჩინურ სოციალურ მედიაში ამაყად აღნიშნავდნენ იმ ფაქტს, რომ პუტინმა შეხვედრის დროს პიჯაკი გაიხადა. რუსულ კულტურაში ეს როგორც ჩანს იმის ნიშანია, რომ ადამიანი თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს. ასე რომ, ვინც ის სინამდვილეში თქვა თუ არა ეს სი ძინპინმა. მაკგურკი ამას ფაქტად აღიქვამს. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მისი თქმით, ომში არსებული მიმდინარე ტენდენციები ამ განცხადებას ამყარებს. პუტინს იმედი ჰქონდა, რომ 2026 წელი იქნებოდა ის წელი, როდესაც მისი ძალები მასობრივი უპირატესობისა და ცოცხალი ძალის წყალობით ფრონტის ხაზს გაარღვევდნენ და აღმოსავლეთ უკრაინაში სადაო რეგიონებს დაიკავებდნენ. მაგრამ ეს არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. სინამდვილეში ჩანს, რომ რუსეთი უკან მიდის. ომის შესწავლის ინსტიტუტის, ანუ ISW-ის შეფასებით, აპრილში უკრაინამ ტერიტორიული მოგება მიიღო, ხოლო რუსეთმა ტერიტორიული დანაკარგი განიცადა პირველად მას შემდეგ, რაც 2024 წელს უკრაინა რუსეთის კურსკის რეგიონში შეიჭრა. ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 45 კვადრატული მილი ტერიტორია დაიბრუნეს. The Economist-ის ომის მონიტორინგის სისტემაც აღნიშნავს, რომ 2026 წლიდან დღემდე უკრაინამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მოგებები მიიღო პირველად 2023 წლის შემდეგ. ეს ანგარიშები მკვეთრად განსხვავდება იმასთან, რასაც რუსული მხარე ამავე პერიოდში მომხდარ მოვლენებზე აცხადებს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 2026 წელს დაახლოებით 656 კვადრატული მილი ტერიტორია დაიკავეს. 80 დასახლება აიღეს და ლუგანსკის ოლქში დარჩენილი ბოლო დასახლებები გაათავისუფლეს.
რუსების მიერ გამოქვეყნებული გეოლოკაციური ვიდეო მასალა, როგორც ჩანს ამ განცხადების ბოლო ნაწილს მაინც ადასტურებდა. დაარქვით ამას ომის ნისლი, დაარქვით პროპაგანდა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი უფრო შემზარავი სტატისტიკა, რომელიც უკრაინის საერთო წინსვლას ადასტურებს. ეს არის დაღუპულთა გაცვლა ორივე მხარეს შორის. დაღუპული ჯარისკაცების გაცვლის რაოდენობა დიდი ხანია ეჭქვეშ აყენებს დასავლეთისა და უკრაინის მტკიცებებს, რომ რუსეთის ცოცხალი ძალის დანაკარგები ბევრად აღემატება უკრაინისას. ზოგიერთ რეგიონში ეს შეფასებები წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. მაგალითად, უკრაინის დაზვერვის შეფასებით 2025 წლის ბოლოს კუპიანსკის ქალაქის ნელი აღებისას თითოეულ დაღუპულ უკრაინელზე დაახლოებით 27 რუსი ჯარისკაცი იღუპებოდა. თუმცა სააგენტო Reuters ამ რიცხვის გადამოწმება არ შეეძლო. ამ კვირაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ საერთო დანაკარგების თანაფარდობა მნიშვნელოვნად დაბალ ნიშნულზე დაასახელა. დაღუპულების მხრივ დღის მიხედვით ეს თანაფარდობა 7-დან 9-მდე მერყეობს. ეს დაღუპულთა თანაფარდობაა, განაცხადა მან. ეს შეიძლება სამჯერ ნაკლები იყოს კუპიანსკისთვის დასახელებულ მაჩვენებელზე, მაგრამ მაინც უკიდურესად მაღალია. სამხედრო პრაქტიკის მიხედვით შეტევაზე გადასულ ძალას, როგორც წესი 3-1-ზე უპირატესობა სჭირდება ცოცხალ ძალაში, რომ შეტევა წარმატებით განახორციელოს. ეს შეფასება 5-დან 1-ზე იზრდება, როდესაც ტერიტორია ძლიერ გამაგრებულია. ეს თანაფარდობები ნიშნავს, რომ შეტევაზე გადასული ძალა უფრო მეტ დანაკარგს განიცდის ვიდრე დამცველები და ეს ჩვეულებრივ ასეა. ასე რომ 7-დან 9-მდე 1-ზე ნიშნავს რუსებისთვის საშინელ დანაკარგებს. დასავლელი დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, როგორც წესი, უფრო თავშეკავებულნი არიან თავიანთ შეფასებებში. ასეთი წყაროები, როგორიცაა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი CSIS, რუსეთზე მთლიან დანაკარგებში, მათ შორის მოკულებში, დაჭრილებსა და დაკარგულებში, დაახლოებით 2.5-ზე ასახელებს, თუმცა მხოლოდ დაღუპულებში უკრაინის სასარგებლოდ უფრო მაღალი თანაფარდობაა. პრობლემა ის არის, რომ დაღუპულთა გაცვლა ორივე მხარეს შორის მნიშვნელოვნად გადახრილია საპირისპირო მიმართულებით. რუსეთის 2022 წლის შეჭრის შემდეგ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით და Lost Armor-ის მიერ შეგროვებული მონაცემებით დაღუპულთა რეგულარული გაცვლა მიმდინარეობს. სულ რუსეთმა უკრაინას 24955 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნა და სანაცვლოდ მიიღო 3450. ეს ნიშნავს, რომ გაცვის საერთო თანაფარდობა 7.23 დაღუპული უკრაინელი თითო რუს დაღუპულზე. 2026 წელს დღემდე უკრაინას დაუბრუნდა 3528 უკრაინელი, სანაცვლოდ 155 რუსისა, რაც 22.76-ზე თანაფარდობას ნიშნავს. ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია 2025 წლის გაცვლის მაჩვენებელზე, როცა 16304 უკრაინელი გაცვალეს 429 რუსში, რაც 27.14-ზე თანაფარდობას ნიშნავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბოლო გაცვლაში, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, 526 უკრაინელი გაცვალეს 41 რუსში. ეს მაინც 12.8-დან 1-ზე თანაფარდობაა, თუმცა მეტნაკლებად ყოველთვიური გაცვლები უკვე გარკვეული დროა, დაახლოებით 1000-დან 10-20-მდე მერყეობს. უკრაინული მხარე დიდი ხანია ამტკიცებს, რომ ასეთი დიდი სხვაობის მიზეზი ორმაგია. პირველ რიგში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსები ციფრებს აყალბებენ, რადგან მათ შორის საკუთარ დაღუპულებს ან ადრე ნაწილობრივ დაბრუნებული ჯარისკაცების სხეულის ნაწილებსაც ითვლიან. მაგრამ მათი მთავარი მტკიცება ისაა, რომ რადგან რუსები წინ მიიწევენ, მათ შეუძლიათ დაიკავებულ პოზიციებში დაღუპულები შეაგროვონ, მაშინ როცა უკრაინას ასეთი შესაძლებლობა არ აქვს, რაც ხელოვნურად ზრდის ამ თანაფარდობას. ბოლო გაცვლაში რუსების რაოდენობა ბოლო თვეებთან შედარებით გაორმაგდა, მაშინ როცა უკრაინელების რაოდენობა პრაქტიკულად განახევრდა. უკრაინის არგუმენტების გამოყენებით ეს მიუთითებს, რომ უკრაინა მართლაც იწყებს წინსვლას ბრძოლის ველზე და აგროვებს დაღუპულ რუსებს, როცა მათ მიერ ადრე დაკავებულ პოზიციებში შედის. მატკურკი ამტკიცებს, რომ რუსეთის შეტევის შეჩერებისა და უკრაინის მიღწევების შედეგად ზეწოლა უკვე თავად რუსეთში ხდება შესამჩნევ. სინამდვილეში ახლა უკვე ხიად წუწუნებენ ომის ხარჯებზე. ბოლო დღეებში იშვიათი საჯარო უკმაყოფილებების გამოვლინებისას რუსეთის პარლამენტარმა რენატ სულეიმანოვმა გააფრთხილა, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს უკრაინაში ხანგრძლივ ომს. მან აღნიშნა, რომ ფედერალური ბიუჯეტის 40% ახლა თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეთმობა, რაც 1.5-ჯერ მეტია ვიდრე სოციალური ხარჯების საერთო მოცულობა. სულეიმანოვმა განაცხადა, რომ ეს მასიური ხარჯები ინფლაციას აჩენს, ინვესტიციებსა და სოციალურ პროგრამებს ანაცვლებს და გრძელვადიან ეკონომიკურ დისბალანსს ქმნის. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტანკებსა და ჭურვებს მომხმარებლური ღირებულება არ აქვთ. სწორედ ასეთი ტიპის კომენტარები იწვევს ხოლმე იმას, რომ ვიღაც შემთხვევით 24 სართულის ფანჯრიდან ვარდება. სულეიმანოვის მხრიდან ასეთი განცხადებების საჯაროდ გაკეთება მამაცობა და ეს ნათელი ნიშანია იმისა, თუ რამდენად იზრდება ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე გახანგრძლივებული ომის შედეგად. კიდევ ერთი ნათელი ნიშანია პუტინის მკვეთრად შემცირებული რეიტინგი. რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური ცენტრი VTSIOM იუწყება, რომ პუტინის რეიტინგი 2026 წლის აპრილის ბოლოს 65.6%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ. ეს მნიშვნელოვანი ვარდნაა 2025 წლის დეკემბერთან შედარებით 12%-ული პუნქტით მეტი, რამაც სახელმწიფო კონტროლირებად სოციოლოგიურ სააგენტოს უბიძგა, რომ მომავალში ნარატივის კონტროლის მიზნით ქვე მეთოდოლოგია შეეცვალა. მაკურკი ამტკიცებს, რომ ამ ზეწოლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი უკრაინის დრონებია, რომელსაც ის ძალის გამამრავლებელს უწოდებს. დღევანდელი უკრაინა არ გავს სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ თავის გადარჩენას ცდილობს, არამედ სამხედრო ინოვატორია, რომელიც მასობრივად წარმოებული ავტონომიური სისტემებით ომის ბუნებას ცლის, წერს ის. ამან თავდაპირველი ვარაუდი შეცვალა, რომ მხოლოდ რუსეთის ადამიანური რესურსის უპირატესობა იქნებოდა გადამწყვეტი.
ფრონტის ხაზებზე უკრაინამ ახლა შექმნა 10-დან 15 კილომეტრამდე. ეს მართალია, მაგრამ ეს აუცილებლად დამაჯერებელი არგუმენტი არ არის. პენტაგონის გენერალური ინსპექტორის ოპერაცია ატლანტიკური გადაწყვეტის ბოლო კვარტალური ანგარიშის მიხედვით რუსეთმა მიაღწია შედარებით თანასწორობას ტაქტიკური დრონების განლაგებაში. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს თითქმის უეჭველად კვლავ აქვს უფრო მაღალი უნარი განახორციელოს მუდმივი, მაღალი ტემპის შეტევითი მანევრები და უპირატესობა აქვს პირდაპირ ცეცხლში, ლოგისტიკაში, ძალების ფორმირებაში და ძალების დაცვაში. თუ ყოველდღიური განახლებები ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ამბებზე გსურთ, დააწკაპუნეთ გამოწერის ღილაკზე ახლავე. მილიტარი შოუზე ჩვენ უბრალოდ სათაურებს არ ვაკოპირებთ. ჩვენ ღრმად ვიკვლევთ, რომ მოგიტანოთ ნამდვილი ამბავი და აგიხსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგრჩეთ. საბოლოო ჯამში რუსეთმა ფრონტის ხაზებზე იგივე სასიკვდილო ზონების შექმნა და უკრაინული ძალებისთვის მათ გავლა ისეთივე რთული და ძვირადღირებულია, როგორც რუსებისთვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზებზე დრონების ომში თითქოს წონასწორობაა, უკრაინის შორმანძილზე დარტყმები რუსეთის სიღრმეში აშკარად იზრდება და სულ უფრო მძიმე ზიანს აყენებს. მარგურკის სიტყვებით რომ თქვათ, უკრაინული დრონები ახლა უკვე რეგულარულად ურტყამენ რუსეთის სიღრმეში, სამიზნედირებენ სამხედრო აეროდრომებს, ქარხნებს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საბრძოლო მასალის საწყობებსა და ლოგისტიკურ ჰაბებს. უკრაინული დრონების შესაძლებლობა მიეღწიათ მოსკოვამდე, როგორც იუწყებიან ხელი შეუწყო პუტინის ინტერესს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მიმართ დედაქალაქში გამარჯვების თრიშნისას, რათა პარადი ჩატარებულიყო დრონების მოულოდნელი გამოჩენის საფრთხის გარეშე და არ დაერღვიათ სანახაობა. თუ რამეა, ის ანცირებს იმ პრობლემის მასშტაბს, რაც უკრაინული დრონების იერიშები ბოლო დროს გახდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონების გაშვების რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა და ბოლო თვეებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ეს როგორც გადატანითი მნიშვნელობით, ისე პირდაპირი მნიშვნელობითაც ასეა, რადგან ბევრი რუსული ობიექტი პირდაპირ იბომბება. 2024 წლის იანვარში 100 უპილოტო საფრენი აპარატიდან ეს რიცხვი 2026 წლის მარტში 7000 გადააჯარბა, ხოლო მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში გაშვების საერთო რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. მარტში უკრაინამ პირველად გადაასწრო რუსეთს თვეში გაშვებული შორ მანძილზე მოქმედი დრონების რაოდენობით. ბოლო დროს რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქზე განხორციელდა ყველაზე მასშტაბური შეტევა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ხოლო საჰაერო თავდაცვამ 550-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო. მხოლოდ იმ ერთ ტალღაში 1000-ზე მეტი დრონი იქნა გაშვებული, რომლებიც მოსკოვის რეგიონსა და რუსეთის სიღრმეში მდებარე სხვა ტერიტორიებს ესხდნენ თავს. როგორც მაგგურკი სწორად აღნიშნავს, ეს შეტევები ახლა აიძულებს რუსეთს გაანაწილოს საჰაერო თავდაცვა, გადაადგილოს ავიაცია, გაამაგროს ინფრასტრუქტურა და მეტი რესურსი მოახმაროს ქვეყნის თავდაცვას. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინა აფართოებს ბრძოლის არეალს და ზრდის ომის ფასს მოსკოვისთვის იმ დროს, როცა თავად მოსკოვი ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს რაიმე ტერიტორიის მოპოვებას უკრაინის ბრძოლის ველზე. პუტინი, როგორც მაგგურკი ამბობს, იძულებულია სტრატეგიულ მარცხს შეეჯახოს. საბოლოოდ შეტევითი ომები ფასდება არა რუკაზე ხაზებით, არამედ იმით თუ ასრულებენ თუ არა იმ პოლიტიკურ მიზნებს, რისთვისაც ისინი თავდაპირველად დაიწყო. წერს იგი. პუტინის ომის მიზნები შეჭრის დროს მოიცავდა უკრაინის სრულ დაქვემდებარებას, ნატოს ალიანსის დასუსტებას და რუსეთის როგორც დომინანტური ევრაზიული ძალის აღდგენას. ეს მიზნები მოსკოვისთვის სულ უფრო მიუღწევადი ხდება. უკრაინის სრულად დაქვემდებარების თვალსაზრისით მაგგურკი ამბობს, ბრძოლის ველი და ომის შედეგი ახლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონზეა კონცენტრირებული და რუსულ ძალებს აღარ აქვს შანსი აიღონ კიევი, რაც პუტინის საწყისი მიზანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ხაზები დონბასის ფარგლებს ბევრად ცდება და სასტიკად აქტიურია, ხარკოვის, სუმის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ძირითადი განწყობა სწორია. თუ რუსეთი არ მობილიზებს მასიურ რეზერვისტ არმიას და არ დაიწყებს ახალ მასშტაბურ შეტევას ბელარუსის გავლით, რის შესახებაც ზელენსკი და სირსკი ბოლო დღეებში აფრთხილებდნენ, მცირე მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა სცადოს კიევის აღება. შეუძლია თუ არა რუსეთს კვლავ დაიმკვიდროს თავი როგორც დომინანტურ ევრაზიულ ძალად. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვისაც გითხავთ. მაშინ როცა ზოგი მაგალითად მაგგურკი ამბობს, რომ ასეთი პერსპექტივა სულ უფრო მიუღწეველი ხდება. პეკინში ახლახან დასრულებულ სამიტზე როგორც პუტინმა, ასევე სი ძინპინმა როგორც ჩანს, ეს ვერ გაითვალისწინეს. სამიტის დროს ორმა ლიდერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას მრავალპოლარული სამყაროს ფორმირების შესახებ, რომლის სათავეშიც რუსეთი და ჩინეთი აპირებენ დადგომას. 47 გვერდიან პოლიტიკურ დოკუმენტს ხელი მოეწერა ხალხის დიდ დარბაზში, დაახლოებით 40 სხვა თანამშრომლობის შეთანხმებასთან ერთად. დოკუმენტი მოითხოვს მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტის პატივისცემაზე, სახელმწიფოებს შორის თანასწორ ურთიერთობებზე და სამხედრო ალიანსების, როგორიცაა ნატო და აუკუსი, გაფართოების წინააღმდეგობას, რასაც იგი ჯუნგლების კანონთან აიგივებს. ლიდერები თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორობას წარმოაჩენენ როგორც დიდ სახელმწიფოებს შორის მოდელს და საპირწონეს, იმ აშშ-ის ერთპიროვნულ და ჰეგემონურ ტენდენციებს, როგორც ისინი აღწერენ. რაც შეეხება ნატოს დასუსტებას, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ალიანსი ბოლო დროს მართლაც დასუსტდა, თუმცა მეტად სადავოა, აქვს თუ არა რუსეთს ამასთან რაიმე კავშირი. დონალდ ტრამპი არასოდეს ყოფილა ნატოს განსაკუთრებული მხარდამჭერი. მან და მისი ადმინისტრაციის მაღალ ჩინოსნებმა, როგორიცაა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ომის მდივანი პიტ ჰექსეთი, არაერთი განცხადება გააკეთეს, სადაც ეჭქვეშ აყენებენ იმას, რასაც ისინი ალიანსში აშშ-ის გადაჭარბებულ ცვლილად მიიჩნევენ. დონალდ ტრამპი განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო იმით, რომ აშშ-ის ევროპელი ნატოელი პარტნიორები არ შეუერთდნენ მის კონფლიქტს ირანთან და მის მცდელობებს ჰორმუზის სრუტის გამბლოკვისთვის, რომელიც ირანმა აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებზე პასუხად დახურა.
აპრილში დონალდ ტრამპმა დაიმუქრა, რომ შეამცირებდა აშშ-ის როლს ნატოში, ან თუნდაც ალიანსიდან გავიდოდა თუ მისი წევრები არ დაეხმარებოდნენ სრუტის გახსნაში. მეორეს მხრივ კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტია, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრამ სინამდვილეში გააძლიერა ალიანსი და არა დაასუსტა იგი. როგორც მაგგურკი წერს, ნატოს ალიანსი მიუხედავად ტრამპის რიტორიკული კრიტიკისა, დღეს უფრო დიდია ვიდრე მაშინ, როცა რუსეთი შეიჭრა. ფინეთი და შვედეთი შეუერთდნენ ალიანსს და შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ნატოს ევროპულ დედაქალაქებში თავდაცვითი ხარჯები გაიზარდა. ამგვარად რუსეთისთვის უზარმაზარი და მზარდი დანაკარგების მიუხედავად პუტინს უკრაინაში ომისგან თითქმის არაფერი აქვს საჩვენებელი და როგორც ჩანს, ტენდენციები თვეთვეზე მხოლოდ უარესდება, ასკვნის იგი. მას შემდეგ რაც დეტალურად განმარტა, რატომ თვლის, რომ რუსეთი სუსტ პოზიციაშია და შესაბამისად არახელსაყრელი ომის შეთანხმებისთვის მოწყვლადია, მაგგურკი შემდეგ თავის არგუმენტის მთავარ ნაწილზე გადადის. რას ნიშნავს ეს ჩინეთისთვის და როგორ შეიძლება ტრამპმა ეს გამოიყენოს, რათა პუტინს შეთანხმება მოახვიოს თავს? მიუხედავად იმისა, რომ სი ძინპინმა დაავალა სახალხო განმათავისუფლებელ არმიას, ზად იყოს ოპერაციისთვის, რათა 2027 წლისთვის დაიკავოს ტაივანი, ის წერს, რომ მისი არმია ჯერ კიდევ არ გამოცდილია ბრძოლაში და უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რამდენად რთულია სწრაფი პოლიტიკური კოლაფსის მიღწევა მტკიცე დამცველის წინააღმდეგ. მომდევნო 6 თვის განმავლობაში სი ძინპინი დააკვირდება ამ ტენდენციებს და შეაფასებს უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს, როდესაც საქმე მის საბოლოო გეგმებს შეეხება ტაივანთან დაკავშირებით. მაგგურკი თვლის, რომ ეს აშშ-ს აძლევს ოქროს შესაძლებლობას, გააძლიეროს სი ძინპინის სიფრთხილე და მტკიცედ დააწვეს ფეხი პუტინის ხელზე. გონივრული ნაბიჯი ამჟამად არის ნატოს და მისი მხარდაჭერის გაძლიერება უკრაინის მიმართ, რათა პუტინს დავანახოთ, რომ მას არ აქვს შანსი აღიდგინოს ინიციატივა, ხოლო სი ძინპინს ვაჩვენოთ, რომ ტაივანზე ნებისმიერი ქმედება შეხდება კოორდინირებულ პასუხს. როგორც ის სწორად აღნიშნავს, ტრამპის განცხადებული მიზანი უკრაინის საკითხშია ომის დასრულება დიპლომატიური შეთანხმებით, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიული დათმობების მიღება უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ის ასევე სწორად აღნიშნავს, რომ დიპლომატია ჩავარდა იმიტომ, რომ უკრაინა არ იყო მზად დაეთმო მიწები, რომლის სამხედრო დაცვაც სჯერა რომ შეუძლია, მაშინ როცა რუსეთს ჯერ კიდევ სჯერა რომ ამ მიწების სამხედრო გზით დაპყრობა შეუძლია. გამოცდილი მოლაპარაკების გამოცდილებით ის მოკლედ აღნიშნავს, რომ გარდამტეხი მოლაპარაკებები იშვიათად არის წარმატებული მაშინ, როცა ორივე მხარე თანაბრად დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და დრო მათ გრძელვადიან მიზნებს აძლევს ხელს. მაგრამ ეხლა, როცა ტენდენციები უკრაინის სასარგებლოდ იცვლება, მაგგურკი თვლის, რომ ამ ჩიხის საფუძველში არსებული ვარაუდები აღარ არის აქტუალური. ტრამპის დიპლომატიის საფუძველი, მისი საკუთარი განცხადებების მიხედვით იყო ის, რომ უკრაინამ როგორც უფრო მცირე ძალამ, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დათმოს რაღაცები, თორემ ომს ბრძოლის ველზე წააგებს. ეს ვარაუდი, რომელიც ადრე საეჭვო იყო, ეხლა უკვე მცდარია წერს ის. ბრძოლის ველზე არსებული ახალი რეალობები დიპლომატიის წარმატებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის. უკრაინა ახლა უფრო თავდაჯერებულია საკუთარ თავდაცვაში და ნაკლებად არის დამოკიდებული ვაშინგტონის დაპირებებზე, თავისი მომავალი თავდაცვისთვის. რუსეთს ახლა წინელის მსხვერპლის ზრდა და ეკონომიკური ზეწოლა, გარღვევის ყოველგვარი შანსის გარეშე. მაგგურკის თქმით, ეს სიტუაციას თავიდან აწყობს. როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის მცდელობები მიეღწია შეთანხმებისთვის, მეტნაკლებად შეჩერდა მას შემდეგ, რაც აშშ-ში დაიწყო ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის წინააღმდეგ. აშშ-ის მხარე გასაგებია უფრო გადაუდებელი საკითხებით იყო დაკავებული. აშშ-ის შუამავლობით გამართული კონფლიქტის შესახებ ბოლო ოფიციალური მოლაპარაკებები თებერვალში გაიმართა. მას შემდეგ აქტივობა თითქმის არ ყოფილა, თუმცა ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. იური უშაკოვმა, პუტინის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მრჩეველმა, 20 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-ის მთავარი მომლაპარაკებლები, სტივ ვიტკოფსა და ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს, უახლოეს კვირებში რუსეთში ელიან. მაგგურკი თვლის, რომ ტრამპმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა სანამ დროა. ტრამპისთვის ომის დასრულების საუკეთესო შანსი ახლა იმაშია, რომ არ ჩათვალოს უკრაინას სუსტად, როგორც აქამდე აკეთებდა, არამედ აღიაროს რუსეთის მზარდი მოწყვლადობა. ახლა არსებობს ბერკეტი, რომ უკრაინისთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება აიძულონ და ვაშინგტონმა ეს უნდა გამოიყენოს, ასკვნის ის. ამითვე დავასრულებთ ამ ვიდეოსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენებს და ყოველდღიურ ანგარიშებში განახლებებს მოგაცვდით. ამასთანავე თუ გსურთ უფრო დეტალურად გაეცნოთ რუსეთის დანაკარგებს ომის განმავლობაში, ნახეთ ეს ვიდეო და როგორც ყოველთვის მადლობას გიხდით ყურებისთვის.